gogagg.com გზა ჯვარედინი ჩემი ოცნების ასრულებას ყველაზე მეტად დედა ჩემი უშლის ხელს. შემაწუხა თავისი უაზრო გეგმებით. მაინც რაზე ოცნებობ? ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. რა კი არ გინდა რომ მეტყვი? იამან, მომისმინე. მოგწონს თუ არა, დედა შენის პრობლემის მოსაგვარებლად. გამოსავალი მოიძებნა. თანასმერტის იდეა არც ისეთი ცუდია. იფიქრე ამაზე. შენ არ იცნობ. ის არ ამზადა ამას არ დასჯერდება. კიდევ მოითხოვს. იამან, სამაგიეროდ დედა შენი გარეთ იქნება. ყოველ შემთხვევაში ღირს მცდელობად. რას ვიზამთ? ასე გამოვიდა. მხარეები უკვე შეთანხმდნენ. თვითონაც ხომ თქვი, რომ უფულოდ განცხადებას არ გამოიტანს. ნუ თუ ღირს რომ დედა შენი 15,000 ლირის გამო ციხეში დატოვა. რა თქმა უნდა არა. მერე? ფული რომ მქონდეს, დაუფიქრებად მივცემდი, მაგრამ ვერც მერს ვთხოვ რამეს და ვერც ბატონ სელიმს. ძალიან მწვენია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთხოვა, რომ იმ კაცთან დასალაპარაკებლად არცას ვულიყავი. მერიდება. რა სხვანაირი ხარ? ყველასგან განსხვავდები, ვისაც კი ვიცნობ. არავის გავხარ. ვერ მივხვდი, ახლა შემაქე თუ გამონძღე? შეგაქე. გმადლობ. მირა აქ არის. ასე დროს აქ რას აკეთებს? შენ მართლაც სანდო ადამიანი ხარ. მაგრამ შენს ოცნებაზე მაინც არაფერი თქვი. მინდა რომ ნელ-ნელა გამიცნო. მართლა? ხო, არ მინდა პირველივე დღეს დამცინო. ნუ ღელავ, არ დაგცინებ. თავს გაგიხეთქა. მე შენ გაჩვენებ სერს. გაგანადგურებ. თავყბას გაგიერთიანებ. დამაცადე რა გიქნა. დამაცადე. როცა ნერვიულობ. გიზერზე ნერვი გითრთის. მეშინია. ჩემი არ უნდა გეშინოდეს. უკვე გვიანია სჯობს სახვიდე. ხო. მართლაც დასვლის დროა. მოიცადე, გაგაცილებ. არა, თვითონ წავა.
ნახვამდის. სერგა, შენ აქ დარჩი. ესე იგი, მაშინ არ გიყო? მოვედი. სად იყავი? ოფლიანი ვარ, არ ჩამეხუთო. მირა სად არის? მოდის. ცალ-ცალკე რატომ წამოხვედით? ფეხით გავლა მომინდა. ვარჯიში გადავწყვიტე. მათ კი ხამის ვარჯიშის იდეა არ მოეწონათ. მერტ, ნუ მატყუებ, გთხოვ, არ გატყუებ. განმარტოებით ყოფნა მოუნდათ. ვინ ხარ? თავი ვინ გონია, იდიოტო? სათითაოდ მოდით. აი შენ ნაბიჯვარო. ესეც შემგან. მირასთან ახლოს გაკარებული არ დაგინახო. თავი დამანებე. მასთან მიახლოებულიც არ დაგინახო. წამოდი. წამოდი. ორკუნ, წავედით. ორკუნ. ორკუნ. წავედით. ჩქარა, გავიქცეთ. მირა. სათხარამდე ხანს. მოვედი დედა. ასე გვიან სად იყავი? ყველანი გელოდებოდით. სადად იხარ? მერტმა გვითხრა რომ შენ და იმ ბიჭს განმარტოებით ყოფნა მოგინდათ. მართალია? აი მოვიდა. რა პრობლემაა? მოიცახ მაწულა. ახლა ყველაფერს მიამბობ. ყველაფერს. დროზე წავიდე, სწრაფად. იქიდან როგორ გამოვახცევს? არ დაიწვას. დროზე წავიდე, სწრაფად. შეხედე, ცეცხლო მოიბადა. ცუდადაა საქმე. შეხედე. ასე ვერ მივოტოვებთ, რომ მოგდეს ჩვენი ბრალი იქნება. ჯანდაბა. დოროგ
Doruk. Nasıl bizden habersiz çekip gider? ასე უნდა ბართვოთ, როგორ გაბადეთ ასლა. ასე გვიან სად იყავით? როგორ გაუჩინარდით? Ne işler? რა საქმეებს ატრიალებთ? შეიძლება იმ საკითხით დავიწყო, რაც ვიცი. სისულელეებს მორჩი და გვიანბე სად იყავი? ამ პირობებში როგორ გიპასუხოთ? თუ დაწყნარდებით, შემიძლია გითხრათ. ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ტელეფონი რეკავს. ყველაფერი თავიდან გვიანბე. გისმენთ? რა? Doruk. 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 Yukarı çıkamıyoruz. ზემოთ ასვლა შეუძლებელია. დავიღუბეთ, მორჩა. Belki de öldü adam. იქნებ უკვე მოკვდა კიდეც. ჯანდაბა, ეს რა ჩავიდინეთ. Ne yaptık? მომეხმარე. სასაფო გამოიძახეთ. ვერს უნთქავს, იხჩობა სწრაფად. იხჩობა. Ambulans çağırın. სასაფო გამოიძახეთ მეთქი, არ გესმით? Yaman. Yaman. Tamam beni duyuyor musun? Yaman, გესმით ჩემი? დავშვიდი. დაწყნარდი, მორჩა. Sakin, tamam. გზაზე მივდიოდი და ცეცხლი რომ დავინახე, დასახმარებლად გადმოვედი. Uzaktan alevli... სიგნალიზაციის ხმა რომ გავიგონეთ, მაშინვე გამოვიქეცით. არ ვიცოდი შიგნით ვინმე თუ იყო, მაგრამ ყველი სხვა შემომესმა და İçeride birinin olduğunu... მაშინვე შევარდი. Duyunca koştum içeri, baygın buldum yani. Orkun Bey çıkardı onu. ბატონმა ორკონმა გადაარჩინა, ზურგით გამოიყვანა. Ölmüş zannettim. თავიდან მკვდარი მეგონა, მაგრამ Çok korktum. მაინც შევედი და Ben alevlerin arasına girdim. ცეცხლიდან გამოვიყვანე. ენდერ, ძვირფასო. დავიღუბე. თავარია რომ არავინ დაშავდა. გაიციეთ. მე წამოვალ. Çok korktum bu. მე შემეშინდა ლამის გავიგოდე. ყველანი განყოფილებაში წამოხვალთ. ორგონ, გთხოვ. Bana neler olduğunu შეგიძლია ამიხსნა რა მოხდა?
იამან, გესმის ჩემი? ფილტრებში კვამლი აქვს. კარგად არის, ნუ ნერვიულობთ. დიდი მადლობა. არა, არ მოიხსნა. ცოტა ხანი უნდა გეკეთოს. როგორ ხარ? ჩვენებს ყველაფერი მოუყევი. აპატია, მაგრამ იძულებული ვიყავი. ახლა ამის დრო არ არის. მაგრამ როცა იამანი გონსმოვა, თქვენი გმირობის ამბავს სიამოვნებით მოვისმენ. უნდა მითხრათ რა მოხდა. ჩალურჯებები საიდან აქვს? და ვინ ჩაიდინა? ყველაფერი უნდა მომიყვეთ. ხო. მართლა, რა მოხდა? მაინც და მაინც დღეს რატომ მოხდა ყველაფერი? იმიტომ ბრაზობ, რომ ეს ამბავი შენ სწორებაზე მნიშვნელოვანია. ცხადია, ეს არ მიგულისხმია. ღმერთო ჩემო, ხანძარი რატომ გაჩნდა? არ ვიცი. ცოტა ხნის წინ მეც იქ ვიყავი. ესე იგი ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა მე წამოვედი. იქ რატომ ვიყავი? მერე ვილაპარაკოთ ეილიულ, მერე. როგორც იქნა მოხვედი. ცეცხლში როგორ შევარდი? ნამდვილი გმირი ხარ. ამ ბიჭის გამო სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდა. დაუჯერებელია. ხანძარი რატომ გაჩნდა? ორგონ, კარგად ხარ? ხო, კარგად ვარ. ყველაფერი რიგზია. ღმერთო, ხომ შეიძლებოდა რამე მოხსლოდა? არ მომკვდარიყავი. თქვენს უნდა გაესინჯოთ ექიმს. არა, კარგად ვართ. ბავშვებო, შინ წადით, დასვენება გჭირდებათ. მირა, ორგონ, წამოდით. ხანძარი რომ არ შეგენიშნა, შეიძლება იამანი მომკვდარიყო. ხო. იმიტომ მოვედი, რომ შენს გამო ნერვიულობდი. მე რომ არა მოკვდებოდა. კარგია რომ მოხვედი. ძალიან კარგია. მირა, წამოდი. უნდა ამიხსნა იმ ბიჭთან რასაკეთებდი. მე ის რა ის, რა? ვიცი, სულელურ აჭხერს, მაგრამ კარგია რომ მოხვედი. ძალიან კარგია. კარგი, წავედით. ძალიან დავიღალე. რა თქმა უნდა, ეს იმხელა ტრავმაა. მიდით ყველანი სახლებში წადით. მიდით. იმდენი რამ არ ვიცით. იამანთან ერთად იყავი? ხომ არ მიგიტყუა? მირა, ძალი წაგიყვანა? მირა. ყველაფერი ენდერის ბრალია. ეს ბიჭი სახლში შეუშვა და ამით ჩვენი სიმშვიდეც დაირხვა. არა მხოლოდ ჩვენი. სუდე. ნახვამდის. ნახვამდის. ღმერთმა დაწყევლოს. ჯანდაბა. ეს ნამდვილი შეთქმულებაა. ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ამდენი ფული, შრომა, ყველაფერი. ორ დღეში მინისტრელოდები. უცხოელ მყიდველებს. მნიშვნელოვან ინვესტორებს. რა უთხრა? ეს ნანგრევები ვაჩვენა? ვიღაც ხუჩის მაწაწალა გამოჩნდა. ხანძარი გააჩინა და გაიქცა. ახლა როგორ მოვიქცეთ? ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ შენმა ქმარმა დაამტკიცოს რა კეთილშობილია. რადგან ხუჩიდან მაწანწალები მოხავს. ჩვენ უნდა დავიტანჯოთ, არა? თავისი გაფუჭებული საქმე თვითონ მოაგვაროს. თვითონ. როგორ მოვიქცეთ? როგორ? მითხარი. რა გავაკეთოთ? რა ჩავაბარო?
ჩვენებს ვუთხარი, რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი და მანქანით გასაირნება გადავწყვიტეთ. არ მithქვამ, სად ვიყავით და რას ვაკეთებდით. უпростоრად იმ ამბავზე არაფერი იციან. ხო, კარგი. თუ შევძელი. ხვალ საავადმყოფოში მოვა. კარგი? იამას ხვალ გამოწერე. მართლა? ესე იგი, კარგად არის? შემიძლია ვთქვა, რომ დროულად გამოიყვანეს. ტელეფონი უნდა გავთიშო. მე ვილაპარაკოთ. მითხარი რა დროს გამოწერენ, რომ ვიცოდე, სახლში როდის მოხვალთ. კარგი, ნახვამდის. ვიცოდი, რომ ტყუილი თქვი. გესმის მაინც, რა მდგომარეობაში ხარ. ორგუნს იმიტომ ეჩხობე, რომ ამ ხულიგანთან ერთად დრო გაგეტარებინა? სკანდალი სპეციალურად მოაწყვე. დედა, ახლა შენთან კამაც ნამდვილად არ ვაპირებ. გთხოვ. ამ ბიჭს აღარ შეხვდები. არასდროს ნახავ. გასაგებია, მირა? ძილინებისა, დედა. გიგრძელავ მასთან ურთიერთობას. უფლებას არ მოგცემ თავი შეირცხვინო. გმადლობ. ხომ გითხარით ყუის მეთქი? შენს ოთახში წადი. Şu uzun gecenin gecesi olsam, Sıla'da bir evin bacası, ნუ ნერვიულობ. არაფერი მომივა, დედა. კარგად გავხდები. ნუ ტირი. რამე დაგესისმრა? თქვენ წადით. არა. ჩვენ ხომ არ წავალთ, მამა? ბატონო სელიმ, გთხოვთ. დილით მოვალთ. მართლა? კარგი, დაიძინე. დილამდე გამოჯანმრთელდი, ჩემპიონა. შეხვედრამდე. ჩემი ნუ გეშინია. შენი წასვლის დროა.
შენს ოთახში ადი. გამარჯობა. რა მოხდა? არ მინდა აქ მოვიდეს. თუნდაც ნივთების დასაღებად. თქვენ წავუღეთ. დედა, უდანაშაულოა. გაჩუმდი. თავიდანვე გითხარი, რომ არასწორად იქცევი. ეს ამბავი უნდა გადამეტანა, რომ გაგეგო მართალი ვიყავი, არა? მოსulis დღიდან პრობლემები აქვს. იჩხუბა კიდეც. მე დამიცვა დედა. პირველივე დღეს. ძალიან ცუდი მაგალითია. ქუჩის ბიჭი ვით იჩხუბა. ცემეს, თვალიც ჩაულურჯეს. ვინ ცემეს? იცი რა დღე ვაყარეთ? მერტ. მერტი დაათრო. სახლი დაგაიქცა და ესეც თან წაიყვანა. ჩემი წაყვანა არ უნდოდა. თვითონ წავყევი. ჩემმა შვილმა ტყუილის თქმა ისწავლა სელიმ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ის ბიჭი ამ სახლში არასდროს შემოვა. გასაგებია? არასდროს. ხო, მაგრამ წასასვლელი არ აქვს. გითხარი, გაჩუმდი მეთქი. მერტ, დედა შენს მარტო უნდა დაველაპარაკო. ეს ხომ უსამართლობაა? ასე არ არის? შვიდად დავილაპარაკოთ, გთხოვ. ამ სიტუაციაში მშვიდად როგორ უნდა ვიყო? როგორ? მერტ. ის ბიჭი სახლიდან უნდა წავიდეს. საკამათო არაფერია. სადაც გინდა იქ წაიყვანე. ოღონდ ამ სახლში არა. არავითარ შემთხვევაში. არ მინდა აქ იყოს. მორჩა. გასაგებია? სასამართლოსა და გამოძიების გარეშე დახვრეტა მიუსაჯეს. დედა ჩემიც იგივე ხასიათზეა. მაგრამ ხანძარი როგორ გაჩნდა? არ ვიცი. თუმცა შემიძლია დანამდვილებით გითხრა, რომ იამანს სახლი არ დაუწევს. სახესა და ხელებზე ცემის კვალი ეტყობა. მართლა? ნათელია რომ ვიღაცას ეჭხობა. შენი წასვლის შემდეგ ვიღაც ან ვიღაცეები თავს დაესხნენ. ალბათ ცემა ეცოტავა და სახლიც დაწვეს. შენი აზრით ორკუნი იყო? არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ორკუნიც რაღაცას მალავს. არა. შეუძლებელია. ნახოთ. ხომ იამანი ჩვენებას მისცემს და ყველაფერს გავიგებთ. ახლა რა ვქნათ? რა მოხდება? სად წაიყვანენ? მამა, დედას დავითანხმებთ. იამან ჯერ არაფერი უთხრა, კარგი? აზრი არ აქვს. ამით მას კი არა, მე მსჯით. ჩემი პირველი მეგობარია, ძალიან მამაცია. მომისმინე. ტყუილს არასდროს ამბობს. ცხოვრების არეშინია. ძლიერი ბიჭია, მაგრამ თავარი ეს არ არის. არ ვიცი როგორ ვიქნებოდი მე რომ ამდენი რამ გადამეტანა, მამა. ის სწორად ასეთია, გესმის? რა სისულელეს ლაპარაკობ? ასეთი შვილი რომ ყოლოდა ნამდვილად იამაყებდი. არ გესმის, მამა? ჩემი მეგობარია. პირველივე დღეს ძმასავით შემიყვარდა. დედა შენს ვერ ვაწყენინებ მერტ. მე უნდა ვაწყენინო? ვიცი, არ შენ გინდა რომ სახლიდან წავიდეს. მამა, ოღონდ არ უთხრა რომ უნდა წავიდეს, გთხოვ? უკაცრავად. რა მოხდა? გამარჯობა. სად არის პაციენტი, რომელიც უხილ მოიყვანეს? იამან კოპერი. უკვე გაწერეს. გელოდებოდათ, მაგრამ პოლიციიდან მოაკითხეს და წაიყვანეს. რა? პოლიციაში საჩივარი შეუტანიათ. მოვიდნენ და განყოფილებაში წაიყვანეს. ციხეში ჩასვეს? რა ხდება? ხელი მოაწერე. ახლა პროკურატურაში წაგიყვანენ. წადით. გამარჯობა. გაგიმარჯოს გირაი. გაგიმარჯოს. უფალი გფარავდეს, ღმერთმა გამოგაჯამთელოს. გმადლობ. დაჯექი. სალაპარაკოდ არ მოსულ ვარ. დანაბარები უნდა გადმოგცე. კენანმა მოგიკითხა. დედამისის ამბავი გაიგო. გესმის? ესე იგი იცის რა მდგომარეობაშიც ვარ. ნუ მოწყვეტინებ. კენანმა თქვა, რომ დედამისი ის ქალი არ არის, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს.
და სანამ იგზის, თავს საშინლად გზნობს. მაგრამ შეუძლია თავის საშინლად აგზნობინოს იმ ადამიანს, ვინც ამის მიზეზი გახდა. და კიდევ, დედამისი ძალიან მოენატრა. თქვა რომ ციხიდან უნდა გამოვიდეს და მოინახულოს. მიხვდი რა გითხარი? დედას და შვილებიც პრობლემებს ქმნიან. ჯანდაბაში წასულან. კიდევ მითხრა რომ ტურუნჩ ნადირი შეგახსენა. ხედავ ფერი დაკარგე, მაგრამ აპატიე, მხოლოდ დანაბარები გადმოკეცი. კენანმა მითხრა, ასე გადაეცი რათა ყველაფერს მიხვდესო. ვერაფერს მივხვდი. დედამისი ვით ისიც გაგიჟებულია. რაღაცას ბოდავს. კენანს შემზე უკეთ იცნობ. ბევრ ამეზია წამსვლელი. იამანიც სახლიდან გააგდე. ესეც იცის. კარგად დაფიქრდი და დეიდა ნევიზე დაწერილი საჩივარი გამოიტანე. მიდი. სულ ყველად მოხვედი. ისედაც ვაპირებდი განცხადების გამოტანას. არ მინდა ამ სიბინძურეში ხელები გავისვარო. გამოკეთდები და აქედან წავალ. მათი დანახვა აღარ მინდა. ძალიან კარგი. ჯანდაბაში წასულხარ. ავადმყოფ კაცს აღარ შეგაწუხებ. გამოჯანმრთელდი. რა მოხდა? ტურუნჩ ნადირის ხსენებამ ძალიან იმოქმედა. სახეზე ფერი დაკარგა. ვინ არის ტურუნჩ ნადირი? არ მეტყვი? არ ვიცი. ხომ მითხარი ერთხელ გავიგონე. კენანი ჰასანს ამ სახელით და გვარით რომ აშინებდა. არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ივარაუდე რომ მასზე იმოქმედებდა. იმოქმედა. გმადლობ. დიდი მადლობა. კენანი იღბლიანი ყოფილა. ბედს უნდა უმადლოდეს რომ შენნაირი შეყვარებული ყავს. ხო, რა თქმა უნდა. მხოლოდ ამას აკეთებს. მოდი საღამოს სადმე გავისეირნოთ. საღამოს არ შემიძლია. კარგი, ახლა გავისეირნოთ. სამსახურიდან ხომ დაეთხოვე? სანაპიროზე თევზი ვჭამოთ. თან მითხარი, იამას რა დაემართა. კენანზეც ვისაუბროთ. დღეს არ გამოვა, მაგრამ ხვალ შეიძლება. ასე იმიტომ მოხდა რომ საჩივარი 100 შეკი კაიამ შეიტანა რა? ეს ბიჭი წუხელ კინაღა მოგდა. გამოფხიზლების საშუალებაც კი არ მისცეს. ასეთ მდგომარეობაში აქ მოიყვანეს. რაც თავარია, ყველაფერს შესანიშნავად ხვდებით. როგორც ადვოკატი ვალდებული ვარ ბატონი ასიმის ყველა დავალება შევასრულოთ, ბიჭმა ბრალი აღიარა, რა აღიარა. ჩვენებაში ის კი არ წერია რომ ხანძარი გააჩინა. არამედ იმ სახლში იყო. თავის დასაცავად არაფერს ამბობს. სულ ჩუმაძის. თქვენ რატომ ღელავთ? მოკლავ. მოდი აქ. არა, გაჩერდი. ჩემს მასე ხელის დაკარება როგორ გაბედე? როგორ? მოკლავ. მოკლავ მეთქი. შეარავზადა. როგორ ხარ მერტ? მერტ ეს რა დაემართა? მე ხომ მერტი მერქვა. იქ რა ხდება? ჩვენმა ბიჭმა მისცა ჩვენება. ჩვენმა? მითხარი ალაპარაკ რა? ზუხანდელზე რა მეთქვა? ასე რატომ გაინტერესებს? იქნებ იმიტომ რომ გადავარჩინე. შევამხედე. თქვი შვილა, თქვი. იმ სახლში რა მოხდა? შენს გარდა კიდევ ვინ იყო? თქვი იამარ. ასე ვინ გცემა? მითხარი, ვინ გაგალამაზა?
ცდილობდი გავქცეულიყავი და წავიქეცი. ზემოდან რაღაც დამეცა. მაგრამ კვამლის გამო ვერაფერს ხედავდი. კედლებს ვეჯახებოდი. სულ ეს არის. გამარჯობა ბატონო სელიმ. მეც ჩვენების მისაცემად მოვედი. გამარჯობა. იამან. სიმართლე უნდა თქვა, თორემ შეიძლება დაგაპატიმრან. ხანძრის გაჩენის გამო დაგიჭერენ. სიმართლე უნდა მომიყვე, გესმის? სახლის სპეციალურად არავის დაუძოს. უბრალოდ ცეცხლი ვერ ჩავაქვრე. მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. ჩემი აზრით რაღაცას მიმალავთ. გონი ეს ორივე მიცით. ხო, ორივე. სულაც არა. რაც ვიცოდი ყველაფერი ვთქვი. ჩემი ადვოკატი. იამან. ნუ სულელო შვილა. ისეთი რამ მითხარი, რითიც შენს დაცვა შევძლებ. რომ იყოს გეტყოდით. იამან, ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ბრალს შენგდებენ. ციხეში ჩაქსვამენ, იდიოტო. შეიძლება ვეღარ გაგათავისუფლა. დამნაშავე ვარ, რომ იქ ვიყავი და მზად ვარ დავისაჯო კიდეც. კიდევ გიმეორებ, ციხეში აღმოჩნდები. სამაგიეროდ საცხოვრებელი ადგილი მექნება. საკუთარი თავის გარდა პრობლემას აღარავის შეუქმნი. ეყოფა. მორჩი საკმარისია. ჩემი ჩანთა სად არის? დღეს აპირებდი მოტანეს. მაღაზიიდან დარეკეს და თქვეს რომ წაიღეთო. ელიუ, მოდი აქ, მინდა რაღაც გითხრა. როგორც იქნა ყველაფრის მოყოლა გადაწყვიტე. უკვე ბრაზდებოდი კიდეც. მირა, ეს უსამართლობაა. ჰალე. შენი თამაში. მარა არ მინდა. ედა? ერთი პირობით. მითხარით ორკუნმა იმიტომ იჩხუბა რომ იამანსა და მირაზე ეჭვიანობს? ასეა? მსგავსი არაფერია. უფრო მეტიც. ამბობენ ხანძარი ამის გამო გაჩნდაო. ვინ თქვა? ბურაკმა. სულელი არ დაუჯერო. თავიანთი ხრიკები ჯვარედინი დაკითხვა მოგვიწყეს. ხრიკების მოყვარული შენ ხარ იდიოტო. მიდი. მიდი. შენ იქ. კარგი. რა მოხდა? დამპირდი რომ არ გამიბრაზდები. რისთვის? ელიუ, ვიცი ის ჩანთა როგორ გინდოდა, მაგრამ ვერ გიყიდი. გესმის? რატომ? ოღონდ არ მითხრა რომ ორკუნის მოცემული ფული დახარჯა. იცოდე ბევრს ვიცინებ. ფული იამანს მივეცი. რა? ნუ ნერვიულობ, ყველაფერს მოვაგვარებ. რა თქმა უნდა. შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. შენ პარტნიორები დაარწმუნე, მე კი აქ მივხედავ ყველაფერს. შესანიშნავია. ახალ ამბებს ველი. გმადლობ, მიყვარხარ. გალბატონო ენდერ, ფონდის წევრები მოვიდნენ, ტერასაზე გიცდიან. გმადლობ. აქ უამრავი რამ იქნება. ფერადი დაფები. შენს გარეშე დავიწყეთ. დამაგვიანდა უკაცრავად. წუხარ, ძალიან წუხარ. გამარჯობა. გვეგონა გუშინდელი საღამოს შემდეგ არ მოხვიდოდი. ყველაფრის მოგვარება შეიძლება. კარგია რომ არავინ დაშავდა. ბიჭი რა თქმა უნდა სახლიდან გააგდეთ. ყველაფერი კარგად არის. ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდებით. გაგონილით შოკირებული ვიყავით. ჩვენც ძალიან თამამი ყოფილ ხარ. ის ბიჭი სახლში როგორ შემოუშვი?
ისიც ამამია თუ სისუსტე. სელიმს რომ უარს ვერ ეუბნები. კარგი, ყველაფერი წარსულში დარჩა. ხელს აღარ შეგიშლით. სუდა გააგრძელე. ყურადღებით გისმენთ. თქვენი ნებართვით ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელსაც დღემდე ვმალავდი. ბაზრობა. საინტერესოა. დაფები სოლიდურ ფირმებს მივყიდე. ჩეკებსაც ხელი მოაწერეს, როგორც ფონდის შემოწირულობას. შესანიშნავია. რეჰინ მარტინეზის პორტრეტიც კი შემომწირეს. ამ სეზონის ყველაზე შესანიშნავი საქველმოქმედო საღამო იქნება. და ყველაზე ფერადი. ბაზრობა. ძალიან მომეწონა. უკაცრავად. გისმენთ. ენდერ, დაკავებული ხომ არ ხარ? ახლა შეხვედრაზე ვარ. თუ არ გეჩქარება, მოგვიანებით დაგირეკავ. კარგი, უბრალოდ დაგირეკე, რომ ჩეკი შემეხსენებინა. უკვე მოვაგვარე, ნუ ნერვიულობ. გმადლობ. ისედაც პრობლემები გაქვს და მეც დაგემატე. რას ამბობ? ახლა შეხვედრა მაქვს და მე ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, მაპატიე, შეხვედრამდე. შეხვედრამდე. უკაცრავად, რაზე გავჩერდით? ამბობდი, რომ საღამო ფერადი იქნებაო. მართალი ხარ. რაღაც მოვიფიქრე. გადავწყვიტე, რომ ყველა სხვადასხვა ფერის კამები ვიყიდოთ. რა სიტყვით? შესანიშნავია. ფაროქს ელაპარაკებოდა. თან სუდეს დაუმალა. დარწმუნებული ვარ, სუდეს საოცარ საღამოს მოაწყობს. მიყვარხართ. სად იყავი? რატომ არ გამოიცვალე? სარბას დედას ველაპარაკებოდი. ერთი კოლა თუ შეიძლება. Ben de bir kola alabilir miyim? Yani წარმოიდგინე, რომ ამ ფულს კეთილი საქმისთვის გამოვიყენებ. öyle düşün. კარგი მორჩა. მოვედით. Tamam oldu bitti. Ben kendi გინდა ჩემ ჩანთას მოგცემ. რა სისულელეს ამბობ? შენი ჩანთა რა თმინდა? გპირდები, უკეთეს გაჩუქებ. აბა, ვინ მოიგო? რა თქმა უნდა ჩვენ. მაგარი ხარ. როგორ ხარ? კარგად. დღეს ორგონი არ გინახავს მირა? არა. Dün geceden beri თქვენ რა, გუშინდელი ღამის შემდეგ არ გილაპარაკიათ? არა. მოხდა რამე? daha ne კიდევ რა უნდა მომხდარიყო? შენ გამო იმდენი პრობლემა აქვს და არც განიცდი? yapıyorsun çocuğu? ვერ გავიგე? რისი თქმა გინდა? Çalışıyorsun. Ne ორგუნს ჩემ გამო პრობლემები აქვს? ჰალე. გასაგებია რომ ის ბიჭი მოგეწონა, მაგრამ ცეცხლზე თამაშები. გირჩევ ფრთხილად იყო. yapıyorsun? Dikkat et bence. მაინც? ვინ მომეწონა? Yapıyormuşum ya. ამბობენ წუხელ ორგუნმა და იამანმა შენს გამო იჩხუბესო. ტუჩე. შენ რა ავად ხარ? რას ლაპარაკობ? მსგავსი არაფერია. ნუ ატყუებთ, ბურაკმა თქვა. İşte. ეს გოგო გამაგიჟებს. ედა იცოდე, ხმას არ გაგცემ. მსგავსი არაფერი მომხდარა. Yok öyle bir şey. კარგი, თურმე არაფერი მომხდარა. უკაცრავად. Yokmuş. Pardon. Bak. მიხვდი რა ვიგულისხმე. işte. სიტუაციის დასაძაბად ერთი სიტყვა საკმარისია. საერთოდ ჩვენებმა სერიოზული გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ბიჭს ჩვენ წრეში აღარ მიიღებენ. Bir daha diye bir şey olmayacak. ალბათ ეგ საჭირო აღარ იქნება. სახლიდან უშვებენ. Artık burada. რა იყო მერე? ისევ აქ ხარ? Sen hala burada mısın ya? ისევ ძველი ორგუნი გახდი. Normale dönmüşsün. ჩვენი მეგობარი ჯერ არ გამოსულა? Arkadaşın hala içeride mi? ხო, ჩვენი ჯერ არ გამოსულა. Hala içeride. მამა შენიც იქ არის? ფაქტიურად მეგობარი გიყიდეს. სწორედ ისე ღარიბი კვარტლებიდან ბავშვები შულად რომ ახავთ, მაგრამ ეს ნაძირალა აღმოჩნდა. წუხარ, ისევ მარტო დარჩი. Yazık yine ezik ezik tek başına kaldın Meretçiğim. წადი აქედან, იდიოტო. თუ შეიძლება.
კიდევ რამის დამატება გინდა? არა ძმაო. ბატონო პროკურორო. არა ბატონო პროკურორო. არც თუ ისე შორეულ წარსულში ავტომობილი მოგიპარავთ, არა? მე შეუდანაშაულო აღმოჩნდა. ეს სიმართლეა ბატონო პროკურორო. სახლის ნიმუშთან დაკავშირებული შეხვედრა 1 საათით გადაწია. საინტერესოა სუდეს რატომ დაუმალო რომ ფარუკმა დაურეკა. ეს გაუქმდა ტელეფონით შემატყობინა. შენი აზრით ერთმანეთს ჩუმად ხვდებია? არ ვიცი. მთელი თვე ჩვენზე ილაპარაკებენ. ეჭვერ შეგებაროს. ქალბატონებო, რა მოხდა? კუთხეში შეკრებილ ხართ. კარგი, ვეცდები დილით მოვიდე რომ დაგეხმაროთ. შეხვედრამდე. ნახვამდის. ნახვამდის. ეს ქალი საშინელი ადამიანია. არენდო. ორმაგი ცხოვრება აქვს. ვის ელაპარაკობდა? დაივიწყე. რაღაც სისულელეს იგონებს. რა თქვა? აი ეს მესმის. იჭორავა. ჩვენი შეხვედრის დროს ენდერი ტელეფონით ფარუქს ელაპარაკებოდა. მერე ვიღაცას შეტყობინებებს უგზავნიდა. მგონი ფარუქს. ეს ხომ ღალატის მწვერვალია. რა თქმა უნდა. მათი წარსული ხომ იცის. ამიტომ ზღაპარი მოიგონა. არა ნორმალურია. თქვა რომ პირდაპირ სუდეს თვალწინ ფარუქს შეტყობინებებს უგზავნიდაო. მითხრა რას ფიქრობ აილინ? შეიძლება მათ შორის ძველმა სიყვარულმა გაიღვიძოსო. მისგან შორს უნდა ვიღოთ. თან რაც შეიძლება შორს. ღმერთმა არქნას. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.